პრეზიდენტს ბოლო 10 თვის განმავლობაში საზღვარგარეთულ ვიზიტებზე დახარჯულ თანხებს ახსენებს. 10 თვე და სახელმწიფო ბიუჯეტიდან გაფლანგული 30 მილიონი დოლარი ასეთია თანხა, რომელიც ლეიბორისტების ლიდერის თქმით სააკაშვილმა ჰაერში გადაყარა. შალვა ნათელაშვილის განცხადებით პრეზიდენტმა 10 თვიდან 5 თვე ჰაერში გაატარა, რითიც საქართველოს ბიუჯეტს უდიდესი ზარალი მიაყენა. ნათელაშვილი ამბობს, რომ ეს ჰაერში ყოფნის ის რეკორდია, რომელიც თვით რომის პაპმაც კი ვერ მოხსნა. საილუსტრაციო დღევანდელ პრესკონფერენციაზე გასაბერი თვითმფრინავით მიიტანეს, რომელზეც სააკაშვილის პორტრეტი იყო გამოსახული. ნათელაშვილი დღეს გაეროს კიდევ ერთი თხოვნით მიმართავს. თუ პრეზიდენტს ოფიციალურ მიღებებზე დააპატიჟებენ, მას მგზავრობის საფასურიც გადაუხარებენ. ვისაც შეუძლია სააკაშვილის ეს აურასინრობა გააჩეროს, ჩვენ მივმართეთ გუშინ და დღეს დილით გაეროს წევრი სახელმწიფოების და მთავრობათა მეთაურებს მორიგი თხოვნით არ მოიწვიონ უსაქმურ ვიზიტებში საქართველოს უსაქმური პრეზიდენტი. ჩვენი ბიუჯეტის ხარჯზე. უკიდურეს შემთხვევაში მათ თვითონ დააფინანსონ მიხეილ სააკაშვილის ვოიაჟები, დაწყებული თვითმფრინავის გაწყობით, გაგრძელებული ძურადღირებული სასტუმროებით, მათ შორის თვითონვე დააფინანსონ უზარმაზარი რაოდენობა თანხლები პირებისა, როგორიც არის დაცვა, მოსამსახურეები, მაკიაჟისტები თუ ეს რო იმას შრებიან, რა ქვია, უსვამენ სახეზე რაღაცებს, ეს ხალხი ყველა თვითონ დააფინანსონ. ჩვენ დაგვანებონ თავი. სხვა შემთხვევაში დამერწმუნეთ, რომ ჩვენს ბიუჯეტს უწერია ჰაერში აორთქლება, რომელიც სადაც აორთქლებულია უკვე და ფაქტურად არაფერი აღარ გვჩვევა წლის ბოლოს იმისათვის, რომ ადამიანებზე იქნეს ის გამოყოფილი და გადადებული.